ძალიან სამწუხაროდ და ხშირი პრობლემაა ღალატი. მრავალი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, ერთად მაინც მე პირადად არასრულფასოვნების კომპლექსს უკავშირებ მამაკაცის მხრიდან, როდესაც მსგავსად იქცევა. თუმცა აქ რაც ყველაზე მეტად რთულია და ყველაზე მეტად მტკივნეულია, მამაკაცს გონია რომ, არ ვიცი, თუ კი აპატია ქალმა ერთხელ, ორჯერ შეიძლება ბევრჯერაც რაც შეცდომაა, მინდა გითხრათ. ძალიან დიდი შეცდომაა, იმიტომ რომ როდესაც რამდენჯერმე ვხვდებით ამ ფაქტს, ეს უკვე არ არის შეცდომა, ეს არის ჩვევა და როგორც წესი ესეთ მამაკაცი ვერ შეიძლება. თუმცა ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია და მე ამ ვიდეოში არ ვისაუბრებ, რამდენად უნდა აპატიოთ ან არ უნდა აპატიოთ, მაგრამ ძალიან ხშირად გონიათ მამაკაცს, რომ ალბათ ეს ყოველთვის ბჭყალებში გავუვათ და ქალბატონები აპატიებენ და აი მერე ხდება, ახლა ჩემთანაც როდესაც დადიან სამწუხაროდ მამაკაცები, მსგავსი кейსებით, როდესაც დაკარგავენ ზუსტად ეს ერთგულ და მეოჯახე ქალბატონს, აი მაშინ ხდება მთელი დეპრესიები და მთელი დრამა, რომ მიშველე და დამაბრუნებინე ჩემი მეუღლე და მე უკვე სამწუხაროდ გვიანია ხოლმე, ამიტომ გირჩევთ მამაკაცებო, რომ დააფასოთ ის, ვინც ყავთ გვერდით, გაუფრთხილდეთ და ის რაღაც წამიერი სიამონობა არ გაცვალოთ თქვენ ნამდვილ ბედნიერებაზე. თუმცა რა თქმა უნდა, ესეც თქვენი გადასაწყვეტია, უბრალოდ გირჩევთ, რომ დადიან ჩემთან მამაკაცები, რომლებიც ცდილობენ, რომ ამ ყველაფრისგან თავი დააღწიონ და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი შედეგები გაქვთ. თქვენ კი რასაც გირჩევთ, რომ პირველ რიგში თუ დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ, რომ აი ამ საკითხებისგან განთავისუფლდეთ, როგორ არის იცით, თუ კი აგრძელებთ ცხოვრებას, მაშინ უბრალოდ თქვენ არ უნდა დაიტანჯოთ თავი და თქვენ არ უნდა იყოთ მუდმივ სტრესში, ეს ცოტა რთულია, მაგრამ თქვენი გადასაწყვეტია. ნებისმიერ შემთხვევაში გირჩევთ ამ პირად კონსულტაციას ან პროგრამას ცხოვრება ღალატის შემდგომ, თუ როგორ უნდა გააგრძელოთ ამის შემდეგ ცხოვრება, მასთან თუ მის გარეშე. კიდევ მეორდები, მე შეგნებულად არ მინდა თქვენ არ გიკითხიათ ჩემთვის რა ვქნა, შესაბამისად ამ პასუხისგან თავს ვიკავებ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოთ ბედნიერი საკუთარი თავით, საკუთარი შვილებით, უნდა შეიყვაროთ თქვენი თავი იმდენად, რომ შემდგომ როდესაც თავდაჯერებლობა მოგემატებათ, შემდგომ როდესაც უკვე შეიყვარებთ საკუთარ თავს, მიხვდებით, რომ ეს ყველაფერი ის კითხვა კი არ გაგიჩნდებათ, რომ რატომ ღალატობს. თქვენ არ ღალატობს, მას აქვს თავისი კომპლექსები, როგორც ვთქვი, არასრულფასოვნების კომპლექსს უკავშირებ და ის ღალატობს საკუთარ თავს. მოკლედ, გისურვებთ ბედნიერებას, იმშვიდეს და ნამდვილ ჯანსაღ სიყვარულს, იმიტომ რომ ვფიქრობ მაინც, რომ იქ სადაც სიყვარულია, აი, ჯერ თქვენ გაიცით პასუხი.